გადაცემა აკადემიური საათი. ლექტორისა და სტუდენტის ტანდემი რადიო კრუნიზე. მოგესალმებით, უსმენთ და უყურებთ რადიო გრუნის ეთერშია გადაცემა აკადემიური საათი, რომელსაც დღეს მე, ჟურნალისტი გიორგი მორჩილაძე გავუძღვები. 2024 წლის 30 იანვარს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლის სტუდენტების მიერ ფრანგულ ენაზე მომზადებული მოკლემეტრაჟიანი ფილმის პრეზენტაცია გაიმართა. ფილმი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო გრანტით შეიქმნა, რომელიც გრუნის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ მოიპოვა. მისი გადაღება განხორციელდა მულტიმედია ცენტრის ბაზაზე. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს რეგიონალურმა დირექტორმა მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობის აღსანიშნავად ღონისძიებაზე უნივერსიტეტის რექტორს მამუკა თავხელიძეს გადასცა საგანგებოდ დამზადებული სამოგზაურო საჩუქარი. სწორედ ამ პროექტზე და მის ფარგლებში ფრანგულ ენაზე მომზადებული ფილმის შესახებ საუბრობთ დღევანდელ გადაცემაში. ჩვენი სტუმარია გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი თამარ გაგოშიძე. მოგესალმებით, ქალბატონო თამარ, მადლობა თქვენი დროისთვის. მოგესალმებით გიორგი, დიდი მადლობა მოწვევისთვის. და ალბათ უნდა დავიწყოთ საუბარი კითხვის გარეშე, რომ პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ 2018 წლიდან გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი გახლავთ ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს წევრი და როგორც თვითონ სააგენტო აღნიშნავს, საკმაოდ აქტიური წევრი და ერთ-ერთი ღირებული წევრი საქართველოში. ჩვენ ვახორციელებთ ძალიან ბევრ პროექტებს, უпростоროდ კი სტუდენტები ახორციელებენ აღნიშნული საუნივერსიტეტო სააგენტოს ხელშეწყობით, მიდიან საზღვარგარეთ, ასევე ადგილობრივ გრანტებს მოიპოვებენ ხოლმე და მადლობის გარდა არაფერი არ გვეთქვის ჩვენი სტუდენტებისთვის და საუნივერსიტეტო სააგენტოსთვის. და ჩვენ უნდა ვისაუბროთ კონკრეტულად ამ ფილმზეც, პრეზენტაციაზეც, თუმცა მანამდე გითხარით უფრო კონკრეტულად აი გრუნისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს შორის თანამშრომლობაზე რა კონტექსტში გეკითხებით. რამდენად მჭიდრო კავშირები არსებობს, რა სარგებელი მოაქვს ამას გრუნის სტუდენტებისთვის? ეხლა უფრო გავშლი, რაზეც ესე მოკლედ ვისაუბრე. ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტო გახლავთ აი თვითონ სახელიდან გამომდინარე ორგანიზაცია, რომელიც აფინანსებს, ხელს უწყობს ფრანგული ენის გავრცელებას, მეცნიერებას ფრანგულ ენაზე, მეცნიერების გავრცელებას და ყველანაირ ფრანკოფონულ წამოწყებას. ეხლა ფრანკოფონია არ უნდა გვეგონოს მხოლოდ საფრანგეთი, სულ ამას უსვავს ხაზს და მე კიდევ დაგიანონსებთ ერთ ინფორმაციას თქვენი ეთერით პირველად ვიტყვი. ეს არ უნდა ჩვენ გულისხმობდეთ მხოლოდ საფრანგეთს. ფრანკოფონია არის საკმაოდ დიდი ცნება და მოიცავს ძალიან ბევრ ქვეყანას, ანუ ფრანგულად მოსაუბრე ქვეყანას, სადაც ფრანგული ენა გახლავთ სახელმწიფო ენა, 5-ვე კონტინენტზე ფრანგული ენა არის გავრცელებული და მოდებული. ეხლა რაც შეეხება ჩვენ უშუალო თანამშრომლობას, როგორც მოგახსენეთ 2018 წელს ჩვენ გავხდით საქართველოში აღნიშნული სააგენტოს წევრი. შესაბამისად ყოველწლიურად მის ვებგვერდზე იდება კონკურსები, რომელშიც განსაკუთრებით აქტიურობენ ჩვენი ჟურნალისტები, ჩვენი უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის სტუდენტები, რო არ აღვნიშნო ეს არ შემიძლია, იღებენ მონაწილეობას, მოიპოვებენ გრანტებს, დადიან საზაფხულო ბანაკები აქვთ ფრანკოფონიის სტუდენტებისთვის. ასევე არ შემიძლია როგორც ფრანკოფონმა არ თქვა, სწავლობენ ფრანგულ ენას და ძალიან დიდ შედეგებსაც აღწევენ. რაც შეეხება ამ ფილმს, ესეც ერთ-ერთი მორიგი გრანტი იყო, რომელიც როგორც თქვით, ჩვენმა სტუდენტებმა მოიპოვეს. კი, და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ფილმი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს გრანტით შეიქმნა, ჩვენმა სკოლამ მოიპოვა ეს ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლამ. გითხარით, როგორ მოხდა ეს, ანუ როგორ დაძლეს ჩვენმა სტუდენტებმა საკმაოდ ძლიერი კონკურენცია, იმიტომ რომ მარტივი ამბავი არ იყო, როგორც ვიცით. მარტივი ამბავი ნამდვილად არ იყო. იმიტომ რომ ეს გრანტი იყო გამოცხადებული აღმოსავლეთ და მთელ აღმოსავლეთ ევროპაზე.
ჩვენმა სტუდენტებმა ასაკურველია სტუდენტები გაეცნენ პირობებს დაწერეს პროექტი და წარმოვადგინეთ ეს პროექტი. ფილმს ქვია IUF-ი, ანუ ეს არის აბრევიატურა საუნივერსიტეტო სააგენტოს შეგირდები. მათ წარმოადგინეს სცენარი ასევე რა პირობებში გადაიღებდნენ ფილმს და რაც ღირებული იყო ყველაზე სააგენტოსთვის. სააგენტოს ერთ-ერთ წამყვან ღერს დღეს წარმოადგენს ინკლუზია სამუშაო გარემოში. შესაბამისად იმის გამო, რომ სტუდენტები თავად იღებდნენ მონაწილეობას ფილმის გადაღებაში, ერთ-ერთი პრიორიტეტად მიიჩნია სააგენტომ და შესაბამისად ჩვენ უნივერსიტეტმა მოიპოვა ეს გრანტი. როგორც თქვენ უკვე აღნიშნეთ, ფილმი რასაკვირველი არის ფრანგულენოვანი, მის შინაარზეც უნდა ვისაუბროთ, თუმცა მანამდე ჩემი აზრით უნდა გაუსვათ ამას აუცილებლად ხაზი, იმიტომ რომ ფრანგულ ენაზე მომზადდა ეს ფილმი. გარდა იმისა, რომ ეს მიმართულება ჩვენს უნივერსიტეტში საკმაოდ ძლიერია და ამ ფილმმაც დაადასტურა ეს ალბათ სტუდენტებმაც ხელი, ესე ვთქვათ, შეუწყეს ამ პროცესს, რომ ისე შეისწავლეს ფრანგული ენა, რომ მოახერხეს ფრანგულ ენაზე ფილმის მომზადება. საუნივერსიტეტო მუშაობის რა სპეციფიკაზე მიუთითებს ეს თქვენი აზრი? საუნივერსიტეტო მუშაობის, ჩვენი სტუდენტების სურვილზე და მონდომებაზე. ამაზე ვერ ვიტყვით რაღაცა საუნივერსიტეტო სპეციფიკა. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბევრი უნივერსიტეტი ხო და ჩვენც ბევრს ვთავაზობთ უცხო ენებს არჩევითად და ვისაც აქვს სურვილი სწავლობს. თან ფრანგული არის ისეთი ენა, რომელიც ჩვენ გარემოში არ ისმის. შესაბამისად დიდ ძალისხმევას მოითხოვს შესასწავლად. მე მართლა დიდი მადლობა მსურს გადაუხადო ჩემს სტუდენტებს. ახლა ვამბობ ფრანგული ენის კუთხით, როგორც ფრანგული ენის ლექტორი. იმისთვის, რომ ასეთი შრომა ჩადეს. ჩვენი სტუდენტები იმასაც კი ახერხებენ, რომ მაგისტრატურაზე უკვე მიდიან ფრანგულენოვან მაგისტრატურაზე სხვადასხვა ქვეყნებში. და მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს ენა მათ შესწავლილი აქვთ მხოლოდ უნივერსიტეტის ბაზაზე. არანაირად სხვა რაღაცა გარე დახმარებით ან კერძო გაკვეთილების წყალობით. და ვისაუბროთ ახლა კონკრეტულად ფილმზე. გვითხარით, ვუთხრათ ჩვენს მსმენელს და მაყურებელს, რა შინაარს ატარებს ის, რას მოიცავს ეს ფილმი და თქვენი შთაბეჭდილებაც გაგვიზიარეთ, რამდენად კმაყოფილი იყავით, როდესაც ეს ფილმი ნახეთ. ჯერ შინაარზე მოგახსენებთ, შინაარსი არის, ესე იგი, ჩვენი და IUF-ის ურთიერთობა. ძირითად შინაარსს ახლა ესე ვერ გავიშლები, იქ იყო ბევრი ინტერვიუ, როგორც ყოფილი რეგიონალური დირექტორის, ასევე საქართველოს ოფისის დირექტორის, თვითონ სტუდენტების ინტერვიუ, სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ინტერვიუები. ანუ ძირითადად ეძღვნებოდა აი ამ IUF-ის, ანუ საუნივერსიტეტო სააგენტოს საქმიანობა საქართველოში, მაგრამ ბუნებრივია ხაზგასმული იყო ჩვენ უნივერსიტეტთან თანამშრომლობა. რაც შეეხება ფილმს, მე ახლა არა ვარ კინოკრიტიკოსი, ესე ვთქვათ, მაგრამ რო შევხედეთ, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება დატოვა რამდენიმე კადრმა. მე ვერ შევაფასებ, იმიტომ ხო გეუბნებით, ვერ ყვევი თქვენ სფეროში ისე, მაგრამ ძალიან ლამაზი კადრები იყო შერჩეული და ჩემი პირველი აი რო ვნახე ჯერ შავი თუ შეიძლება ერქვას ამ ფირს თუ აი პირველადი ჯერ სანამ არ იყო ბოლომდე დამუშავებული და ტიტრები სანამ არედო, უკვე ისეთი ლამაზი კადრები და ისეთი მომენტები იყო დაჭერილი, რომ აღფრთოვანებას ნამდვილად ვერ მალავდი. რაც ასევე თვითონ სკოლის დეკანმაც აღნიშნა ქალბატონმა ნინო შოშტაშვილმა. ახლა გვითხარით, როგორ ჩაიარა ამ ფილმის პრეზენტაციამ ჩვენს უნივერსიტეტში, ვინ ესწრებოდა, ვიცით რომ იყვნენ თავად ამ ორგანიზაციის წარმომადგენლებიც და ალბათ ღიადაც გამოხატეს მათი პოზიცია, მათ როგორი შთაბეჭდილება დარჩათ, როგორ შეაფასეს ესე ვთქვათ ფილმის პრეზენტაცია. პრეზენტაციას ცოტა შევასწორებ, ესწრებოდნენ არა მხოლოდ სააგენტოს წარმომადგენლები, ასევე ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებიც.
ახლა ჩამოვთვლი და თან აგიხსნით. შეიცვალა წელს, აი სულ რამდენიმე თვეა ფრანკოფონიის უნივერსიტეტის სააგენტოს რეგიონალური დირექტორი. მისი წინამორბედი მუდმივად მოდიოდა ჩვენ უნივერსიტეტში, ბევრი შემოთავაზებით გახდა ჩვენი ონორის კაუზა, ანუ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გააკეთა ჩვენს უნივერსიტეტში. ახლა ჩაანაცვლა ქალბატონმა ლორ კასტენმა იგი იზბრძანდებოდა ფილმის პრემიერაზე და ასევე სააგენტოს საქართველოს ოფისის დირექტორი. რაც შეეხება საფრანგეთის საელჩოს, იქედან ესწრებოდნენ საფრანგეთის საელჩოს ატაშე ლინგვისტური და საგანმანათლებლო თანამშრომლობის საკითხებში. ქალბატონი ქეთემან ქურციკიძე და ასევე საფრანგეთის კამპუს ფრანსის წარმომადგენელი ქალბატონი ნათია მსხალაძე. მათი შთაბეჭდილება იყო მართლა ძალიან დიდი, როდესაც ნახეს ეს ფილმი. და ახლა მაინც უფრო ცოტა გადავიხრები მე საელჩოს წარმომადგენლების ნათქვამისკენ, ანუ აღინიშნა ის, რომ ჩვენ უნივერსიტეტს საქართველოში ყველაზე მეტი მობილობა აქვს საფრანგეთის რესპუბლიკასთან და ყველაზე მეტი პარტნიორი გვყავს საფრანგეთში სხვა უნივერსიტეტებთან შედარებით, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და გაგვიხარდა ეს, იმიტომ მათ ხელში გადიან ჩვენი სტუდენტები გასაუბრების დროს და ძალიან დადებით შედეგებს აჩვენებენ და მათაც მადლობა გადაუხადეს ჩვენ უნივერსიტეტს, როგორც საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლება ფრანგული ენის ამგვარი პოპულარიზაციისთვის. კი ბატონო, და ბოლოსკენ უკვე გკითხავთ აი ამ წარმატებული თანამშრომლობის გათვალისწინებით ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან ვინარჩუნებთ თუ არა ისევ კავშირებს, რამდენად აქტიური იქნება ჩვენი თანამშრომლობა, რაიმე ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით? აი ეს მინდოდა აუცილებლად მე თქვა პირველად აქ ეთერში. ჩვენ რასაკვირველია ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი წამყვანი მოტორი, ღერძი ეს აგენტო თვითონ ფრანკოფონიის და ფრანგული ენის დასწავლების და მეცნიერების. ქალბატონმა ლორ კასტენმა, ანუ ახლანდელმა დირექტორმა პირველად ჩვენთან თქვა, რომ ახლა იქნება სააგენტოში ერასმუსის მსგავსი პროგრამა, რომელიც იქნება გათვალისწინებული არა მხოლოდ საფრანგეთში სწავლებაზე, არამედ მთელ ფრანკოფონულ სამყაროში. ანუ ჩვენი სტუდენტები შეძლებენ მიიღონ მონაწილეობა კონკურსებში და ისწავლონ ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის კანადა, მაროკო, არ ვიცი, შვეიცარია, ბელგია, ანუ ყველა ქვეყანა, რომელშიც არის ფრანგული ენა, როგორც სახელმწიფო ენა. ეს ძალიან დიდი მონაპოვარია, ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ მხოლოდ საფრანგეთთან აღარ გვექნება ეს ურთიერთობები, არა მხოლოდ უბრალოდ საფრანგეთთან, არამედ მთელ ფრანკოფონულ სამყაროსთან. ძალიან მნიშვნელოვანი რამ გითხარით ახლა თქვენ. დიდი მადლობა საინტერესო ინტერვიუსთვის. მადლობა თქვენ მოწვევისთვის. აკადემიური საათის სტუმარი გახლდათ გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამეცნიერო პროგრამების კოორდინატორი, ასოცირებული პროფესორი ქალბატონი თამარ გაგოშიძე. მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად.